ეტავს სადარის კიდევცა უძირო ლურჯი ხალასი გამარჯობა, ეს არის რუბრიკა ჩემი ქალაქი, მე ვარ ნატა ნიშარაძე, რუბრიკის სპონსორია რესტორანი ქართული სახლი, რომელიც ყველა კარგ წამოწყებას მიესალმება, დილა უნდა დაიწყო კარგი ამბებით. ხოდა მე მინდა შეგახსენოთ იმ ახალი პროექტის შესახებ, რომელიც სულ ახლა ხანს განხორციელდა, უბრალოდ დაიწყო განხორციელება. ეს არის პროექტი ახალი თბილისი პირველი ეტაპი, რაც ნიშნავს, რომ მარჯანიშვილის მოედნიდან ყოფილ ვორონცოვის მოედნამდე 45 შენობა ნაგებობის სრული რესტავრაცია განხორციელდება. მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, გამოიყოფა საფეხმავლო ტერიტორიები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებების გათვალისწინებით, რაც მე მიმაჩნია, რომ არჩეულებრივია. პროექტი ახალი თბილისი გულისხმობს ქალაქში ახალი მასშტაბური საზოგადოებრივ რეკრეაციული სივრცეების გაჩენას, ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნას, მოედნების გალერეების მოწყობას, ისტორიული უბნების არქიტექტურული იერსახის შენარჩუნებასა და განვითარებას. პროექტის პირველ ეტაპის ფარგლებში დავით აღმაშენებლის გამზირის, კერძოდ აღმაშენებლის მოედნიდან ზალიბრუკენის მოედნამდე მშრალი ხიდის და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება. პირველ ეტაპზე ასევე მოხდება მშრალი ხიდის მიმდებარე არეალის მოწესრიგება. მთავარი პრობლემა ქალაქში ერთ-ერთი არის ტურისტული ნაკადების ერთმანეთთან დაკავშირება. მშრალ ხიდზე მოხდება მიწისქვეშა გადასასვლელი გალერეის მოწყობა თავისი ჰიგიენური და კომერციული ფართობით, რომელიც ასევე მოემსახურება ტურისტული ნაკადების ერთმანეთთან დაკავშირებას. გარდა ამისა, სავაჭრო დახლები მოწესრიგდება იმისთვის, რომ ეს ტურისტულად მიმზიდველი ადგილი უფრო ცივილური სახის და კომფორტული გახდეს ტურისტების. ძალიან კარგია ვალამაზებენ ამ მხარეს, ეს აქ ცხოვრობ 59 ნომერში აღმაშენებლის სიცოცხლის გუბატერს. ძალიან კარგია, სასიამოვნო იყო, სხვათა შორის მე რაღაც არც ვიცოდი ეს რომ აპირებდი და ესეთ ბორშაბაც მოვედი და ესე დამხვდა მთელი გზა გადაკეტილი. მაგრამ კარგი საქმისთვის არის ეს ყველაფერი, ასე რომ მივესალმები. აღნიშნულ არეალში დავით აღმაშენებლის გამზრზე მდებარე სახლებს, სადაც უმეტესად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია, სრული რეაბილიტაცია, რესტავრაცია, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. ქუჩაზე მთლიანად შეიცვლება საინჟინრო და საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა ინფრასტრუქტურა, გამაგდება და პირვანდელი სახით აღდგება ისტორიული შენობა ნაგებობები, განახლდება გამზირის იერსახე, საფეხმავლო და სამანქანო სავალი ნაწილის საფარი, მოეწყობა გადასასვლელები, მოპირკეთდება ქუჩა, დამონტაჟდება ახალი განათების სისტემა და მანიშნებლები, გამწვანდება ტერიტორია. პროექტის განხორციელების ამ ეტაპზე დასახელდება 800-მდე ადამიანი. ამ პროექტზე მუშაობენ პროფესიონალები, ჩართული უნდა ითქვას, რომ ძალიან საფუძვლიანი კვლევა მოხდა, სანამ დაიწყებოდა უშუალოდ პროექტირება, მუშაობდა ძალიან ბევრი ჯგუფი, მრავალდისციპლინარული კვლევა შეიძლება ითქვას ჩატარდა, მუშაობდნენ ხელოვნებაცოდნეები, კონსტრუქტორები, რესტავრატორები, რა ვიცი, ყველა ადამიანი, ვისაც კი შეიძლება რაღაცნაირად დაგვეხმარონ ამის აღდგენაში. ეხლა პირველი ეტაპი ითვალისწინებს იმას, რომ ცხადი ეს არის სამუშაოები, რომელიც აუცილებელია, რომ მოიხსნას პირველადი ფენა ამ შენობებიდან, სარესტავრაციოდ მოემზადოს, ასე ვთქვათ, სხეული გამზადდეს და ამის მიხედვით უკვე ძალიან დეტალური იმედი მაქვს, რომ ძალიან ზუსტი და ფაქიზი მეთოდოლოგიით. თითოეული შენობა არის გამორჩეული და ინდივიდუალური. თითოეულს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. შესაბამისად, თითოეულზე მოხდება სწორედ მისი საჭიროებიდან გამომდინარე. რა დახმარება ჭირდება მას, იმის მიხედვით ძალიან ფაქიზად და სკრუპულოზურად აღდგენა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ხარვეზები და ის კითხვის ნიშნები, რაც აღმაშენებლის წინა პროექტისას იყო, აქ აღმოიფხვრება. იცით რა, არ ვიცი რამდენად იდეალურ შედეგს მივაღწევთ, მაგრამ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი უკვე საქმეა. მაშასი ძველი უბნების რეაბილიტაცია, რესტავრაცია გრძელდება. მე მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობით, სადაც სხვა კარგი ამბები ჩემოგიერთდებით. დილა უნდა დაიწყო კარგი ამბები თან ჩვენთან ერთად. ნახვამდის.